დღეს გავიდა 8 წელი მას შემდეგ რაც ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარება არის ლეგალური და დღეს რატიანს ახალგაზრდა კაცს 15 წელი მიუსაჯეს მარიხუანის გამო, ანუ რომლის მოხმარებაც ლეგალურია იმ ნივთიერების გამო, გადაწყვეტილებიდან 8 წლის თავზე საქართველოს სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა ახალგაზრდა კაცს. ანუ 8 წლის თავზეც ადამიანი მკვლელობისზე უფრო დიდი სასჯელით, იმიტომ რომ 8-15 წლამდეა მკვლელობა ასმევი მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის 15 წელი მიუსაჯეს ადამიანს კანაფის მოყვანის გამო. 8 წლის მერე ზოგადად ასე გავიგეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ნარკოპოლიტიკის თელი რაღაცა როგორ გითხრათ, ფეილი მდგომარეობს ახლა იმაში, რომ ადამიანი უბრუნდებით იმ ეტაპს, როცა ადამიანები და დღითიდღე არის სულცელდება ინფორმაცია, ვიღაცა ბიოთი გარდაიცვალა, ვიღაცას ეს დაემართა და პარალელურად კანაფის ლეგალიზაციიდან 8 წლის თავზე 15 წელი მიუსაჯეს ადამიანს, რომელიც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ისარგებლებდა ამ სასამართლო გადაწყვეტილებით. ანუ რომელსაც იმპლემენტაციაში უნდა მიიღოს შინაარსობრივად მონაწილეობა. ანუ ადამიანს რომ მიცეს რაღაცის უფლება, იმ უფლების რეალიზაციისთვის ეს კაცი რაღაცას აკეთებდა და მიცეს 15 წელი. ასეთ ის რო იყო, მას კანადელი რო ჩამოვიდა რეცეპტით რო გერმანელი და რა. ხო, მთელი ამბავი ატეხა მედიამ, რომ გერმანელი რო დაიჭირეს რეცეპტით, ქართული რო დაიჭირეს რეცეპტით, ეს არის ამბავი. აი ხვდები, რამდენი ასეთი უდანაშაულო ადამიანი ზის ჩვენთან. და არავინ კი არ აფიქრობს ამაზე, რომ რავი, არ უნდა იჭერდე ასეთ ადამიანებს და იქ რაღაც გერმანელი რო გაიჭირდა მაშინ გააშუქეს, კაი, ათასობით ადამიანი ყავს ამ თუ იმ ფორმით ასევე დასჯილი, კაი, შენ ქვეყანაში. და რეაქცია არ გაქვს. და 15 წელი რაზე მიუსაჯა, 15 წელი ადამიანი დაზრალებული რო არ გაქვს, ხვდები? აი, კვლელი ეს არ არის, კვლელს ნაკლები აქვს მისჯილი ბევრს. ალეკოს ტერორისტად გამოაცხადეს 15 წელი მიუსაჯეს. 13 ტერორისტის მასშტაბია რა. არა, ალეკოს მასშტაბი სიდებილია ზოგადად, მაგრამ ნომინალურად შეხედო ალეკოს ტერორიზმია გასაუბრებლად 13 წელი აქვს და ეს მარიხუანაზე და 15. ქვეყანაში რომელიც მოხმარება ლეგალურია. ხო, ქვეყანაში რომელიც მოხმარება ლეგალურია. გასაგებია რომ ის ტერორისტი არ არის, მაგრამ შენ ხო როგორც ტერორისტი ისე გაასამართლე. ანუ უბრალოდ სრული აბსურდია. თან რა ის კანაფის ამბავში რა არის, იცი, აი ალიკოს და ისო შეადარო რა, დავიწყოთ ახლა ფაქტობრივი გარემოებები. ალიკოს ქმედებას ედავებიან, რომ ის დაწვავდა შენობა, სასამართლო სისტემის საბოტაჟი მოხდებოდა, რაღაც შავდებოდა, გაიგე და ამ რატიანის ამბავში რომ გაიყიდა მთელი ეს კანაფი, არაფერი არალეგალური არ ხდებოდა, რომ მოწევა ხო ლეგალურია. ანუ შედეგში არაფერი ცუდი არ ხდება, კანონის თვალსაზრისითაც, გაიგე, ანუ შედეგი ნორმალურია. ისე ეს მაქსიმუმ ეს ყოფილიყო ულიცენზიო საქმიანობა. შინაარსობრივად ულიცენზიო ან უნებართვო საქმიანობა, რომელიც რაღაცა ტიპის სანქციას ითვალისწინებს, მაგრამ მაშინ არც იყო სიხლის სამართალი. ჯარიმა, იმიტომ რომ გადასახადები არ გადაიხადა. გადასახადები არ გადახტე გარი რა, საბოლოო ჯამში.